კუბა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე. გამეორდება თუ არა კუბაში ვენესუელის სცენარი. ფონ დერ ლაიენის სკანდალური განცხადება. კიდევ ერთი ცხელი წერტილი მსოფლიოში. ფეხლებების ოჯახური საგა. ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ უხაძე ვარ. გამარჯობა. კუბაში მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. შეერთებული შტატების ნავთობის სამთვიანი ბლოკადის შემდეგ სიტუაცია ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. შეგახსენებთ, წლის დასაწყისში მადუროს დაკავების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ კუბაზე პოლიტიკური ზეწოლა დაიწყო. ჯერ ვენესუელას და მექსიკას აუკრძალა კუბისთვის ნავთობის მიწოდება, შემდეგ თავად მოაქცია კუბა ბლოკადაში. კუბაში კომუნისტური რეჟიმის შეცვლა შეერთებული შტატების არაერთი ადმინისტრაციის დიდი ხნის ოცნება იყო და ახლაც ასეა. კუბის მიმართ ტრამპის პოლიტიკის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გახლავთ, რომელიც კასტროს რეჟიმისგან გაქცეული კუბელის ოჯახში გაიზარდა. და რა გასაკვირია, რომ რუბიოს კუბის კომუნისტური რეჟიმის დამხობა სურდეს. მადუროს დაკავების წარმატებულმა ოპერაციამ თეთრ სახლს კუბაში რეჟიმის შეცვლის პერსპექტივა დაანახა. მით უმეტეს, რომ დღეს კუბის დასახმარებლად არავის არ სცალია. ადრე კუბას რუსეთი, ვენესუელა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნები ეხმარებოდა. ახლა ყველა გაჩუმებულია. კუბაში კი ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისია. კუნძულზე საწვავის მწვავე დეფიციტია. მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამას წინათ მთელს კუნძულზე ენერგომიწოდება შეწყდა და კუბა წყდიადმა მოიცვა. მანამდე კუბის ერთ-ერთ ქალაქში გამწარებულმა მოსახლეობამ კომუნისტური პარტიის საქალაქო ოფისი დაარბია. ქვეყანაში ყაჩაღობამ და ვანდალიზმმა იმძლავრა. კრიზისმა კუბის ხელმძღვანელობა კედელთან მიაყენა. გამოსავალი კი არ ჩანს, ამიტომ კუბამ ტრამპის ადმინისტრაციასთან კულუარული მოლაპარაკება დაიწყო. მანამდე კუბის მთავრობამ ვატიკანის შუამავლობით 51 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა. საინტერესოა, რომ ამ გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებაში აქტიურად მონაწილეობენ კასტროს კლანის წევრები, მაგალითად მექსიკაში რაულ კასტროს შვილი, გენერალი ალეხანდრო კასტრო ესპინი ამერიკის დაზვერვის მუშაკებს შეხვდა. კუბის პრეზიდენტმა აღიარა, რომ კუბასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ განცხადებას რომ აკეთებდა, კუბის პრეზიდენტს გვერდით რაულ კასტრო შვილიშვილი, რაულ გილერმო როდრიგეს კასტრო ედგა. როგორც ამერიკის პრესამ გაარკვია, მოლაპარაკება სწორედ ის ხელმძღვანელობს. კასტროს კლანის ეს 41 წლის წევრი რაულ კასტროს შვილის, დებორას და გენერალ ლუის ალბერტო როდრიგეს ლოპეს კალეხას ვაჟია. რაულ კასტროს საყვარელი შვილიშვილი. მისი კარიერა რაულ კასტროს ხელში განვითარდა. ჯერ პაპამისის დაცვის უფროსი იყო, მერე კუბის ეკონომიკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მას მოფერებით რაულიტოს ეძახიან. რაულიტო კასტრო და კასტროს ახალგაზრდა კლანის სხვა წევრები კომუნისტური იდეოლოგიისგან შორს არიან. მათი აზრით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად კუბის ხელმძღვანელობა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ნაკარნახევ ზოგიერთ რეფორმას უნდა დათანხმდეს, მაგალითად მრავალპარტიულობის, კერძო საკუთრებისა და ეკონომიკაში უცხოური კომპანიების დაშვებას. მეორე მხრივ, ამერიკაში მცხოვრები კუბელი ემიგრანტებისთვის მიუღებელია კასტროს კლანის ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ როგორც ვენესუელის ამბებმა აჩვენა, ტრამპისთვის სულ ერთია, ვინ წაუძღვება კუბას. მისთვის მთავარია კუბის ხელმძღვანელობა მის ადმინისტრაციას დაემორჩილოს. თავად ტრამპი კუბის ამ მძიმე მდგომარეობით ძალიან გახარებულია. კუბა მალე დაეცემა
ეს ჩემი ჩარევის გამო ხდება. ცხადია, წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ, მათ ეს პრობლემა არ ექნებოდათ, განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან. კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა კი თქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, გარეშე ძალას ქვეყანა ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს. ჯერჯერობით კუბელები ტრამპის წნეხს უძლებენ და იმედოვნებენ, რომ იარაღის ხელში აღება არ მოუწევთ. კუბელების ოპტიმისტურ განწყობაზე იმანაც იმოქმედა, რომ რუსეთმა მათი დახმარება გადაწყვიტა და საწვავით სავსე 2 ტანკერი გაუგზავნა. ერთი სახელად Seahorse, ონკონგის კუთვნილებაა და 27,000 ტონა რუსული თხევადი გაზით, ხოლო მეორე ტანკერი სახელად ანატოლი კალოტკინ 730,000 ტონა რუსული ნავთობითაა დატვირთული. ორივე ტანკერმა სავარაუდოდ რამდენიმე დღეში უნდა მიაღწიოს კუბის ნაპირებს. ამერიკული მასმედია ყველაფერ ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან ტანკერების გაგზავნიდან ცოტა ხანში ტრამპის ადმინისტრაციამ კუბა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთაც რუსული საწვავის მიღება ეკრძალებათ. ახლა ვინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. უკრაინაში ომის დაწყებამდე ევროპის ენერგო მომარაგების ნახევარი რუსეთზე მოდიოდა. რუსული კომპანიების დასანქცირებამ და ევროპის რუსული ენერგო რესურსებით მომარაგების შეწყვეტამ კონტინენტზე კრიზისი გამოიწვია. ევროპას ენერგო რესურსების იმპორტის ახალი გზების პოვნა მოუწია. ევროპის ბევრმა ქვეყანამ რუსული გაზი და ნავთობი სპარსეთის ყურის რესურსებით ჩაანაცვლა, მაგრამ ახლა ირანის კონფლიქტმა ევროპას ეს გზაც გადაუკეტა. შესაბამისად, საკითხი ისევ მწვავედ დადგა. ამ მძიმე ფონზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ერთგვარად სკანდალური განცხადება გააკეთა. ევროპას ნავთობისა და გაზის დიდი მარაგი არ აქვს. აქედან გამომდინარე, მთლიანად ვართ დამოკიდებული ძვირად ღირებულ და არასტაბილურ იმპორტზე, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში გვაყენებს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი ნათლად აჩვენებს ამ მხრივ რამდენად დაუცველია ევროპა. ამიტომ უპრიანი იქნება თუ ევროპა ისევ ატომურ ენერგეტიკას აამუშავებს. ჩემის აზრით, ევროპამ დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ატომურ ენერგიაზე ვარი რომ თქვა, განაცხადა ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან ეს ხმამაღალი განცხადება მშვიდობიანი ბირთვული ენერგიისადმი მიძღვრილ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც პარიზში გაიმართა. კონფერენციაში 40-მდე ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის 9 სახელმწიფოს მეთაური. ფონ დერ ლაიენის ეს განცხადება არ წარმოადგენს საბოლოო დროს მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის მოხმარებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს. ევროკომისიამ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში მოითხოვა 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტში ბირთვული ენერგიის ჩართვა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება ევროპის ბევრმა ქვეყანამ გააკრიტიკა. ევროპა ამ საკითხში 2 ჯგუფად არის გაყოფილი. ბირთვული ენერგეტიკის მომხრე ჯგუფს საფრანგეთი ხელმძღვანელობს, რომელშიც იტალია, ბელგია, პოლონეთი, ხორვატია და ესტონეთი შედის. მეორე ჯგუფში ანტიბირთვული ენერგეტიკის ქვეყნებია გაერთიანებული, რომლებიც ითხოვენ, რომ ევროკავშირმა უფრო მეტი ძალისხმევა და ფინანსები ჩადოს განახლებად ენერგეტიკაში, თუმცა ცნობილია, რომ განახლებადი ენერგეტიკა არასტაბილურია, ამინდზეა დამოკიდებული და შორ მანძილზე გადაცემისას დიდი დანაკარგები ახლავს. მიუხედავად ამისა, სკანდინავიური ქვეყნები, გერმანია, ავსტრია და სხვები მაინც მისი ენთუზიასტები არიან. რაც შეეხება გერმანიას, აქ კომიკურად რთული მდგომარეობაა. გერმანიის ბუნდესკანცლერი და მისი პარტია მომხრეა გერმანია ატომურ ენერგეტიკას დაუბრუნდეს, მაგრამ მათი კოალიციის სხვა წევრები სასტიკად ეწინააღმდეგებიან ამ იდეას. ფრიდრიხ მერცმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ასეთი სიტყვებით მიმართა: "ვწუხვარ,
მაგრამ ჩვენ ვეღარ დავაბრუნებთ ატომურ ენერგეტიკას. ჩვენ ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის განხორციელებაზე ვართ ორიენტირებული. იტალიის მთავრობამ უფრო კომპრომისული წინადადება წამოაყენა. ევროპაში არა დიდი, არამედ მცირე ზომის მოდულური ატომური ელექტროსადგურები აშენდეს, რაც მოსახლეობისთვის ნაკლებად სახიფათოა და მისი მართვაც უფრო ადვილი და ეკონომიურია. იტალიის მთავრობა უკვე განეხილავს ასეთი ელექტროსადგურების მშენებლობის საკითხს. ევროპის ზოგი ქვეყანა და თურქეთი ცენტრალური აზიიდან ენერგორესურსების იმპორტის გაფართოების საკითხს აყენებს, რაც სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარებას გულისხმობს. სამხრეთის გაზის დერეფანი სამხრეთ კავკასიის, ანუ ბაქო, თბილისი, ერზრუმის გაზსადენის გაფართოების პროექტია, რომელიც 3 ძირითადი მილსადენისგან შედგება: სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანსანატოლიური მილსადენი და ტრანსადრიატიკული მილსადენი. ამ თვის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქურივიშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბაქოში შედგა და რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა. ქართველმა მინისტრმა უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა, განაცხადა ქალბატონმა ქურივიშვილმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით კი, აზერბაიჯანი გაზის მოპოვებას 10 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდის, რაც ევროპული ბაზრისთვის ენერგოუსაფრთხოების დამატებითი გარანტია გახდება. ასევე ანკარა და ბაქო აშხაბადთან ერთად კასპიის ზღვით თურქმენული გაზის ევროპისთვის მისაწოდებლად მილსადენის მშენებლობაზე მუშაობს. შეგახსენებთ, თურქმენეთი ბუნებრივი აირის რაოდენობით მე-4 ადგილზეა მსოფლიოში და ბოლოს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკომისიამ სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე დაასახელა როგორც საერთო ინტერესის პროექტი, რაც მას ევროკავშირის დაფინანსების მიღების უფლებას აძლევს. მსოფლიოში დაძაბულობის ახალი კერა გაჩნდა. ავღანეთისა და პაკისტანის რამდენიმე წლიანი კონფლიქტი შეიარაღებულ ფართო მასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. უთანხმოებისთვის მათ რამდენიმე მიზეზი აქვთ: ეთნიკური პრობლემები, სადაო საზღვრები და სხვა. ამ ორი ქვეყნის მრავალეთნიკურობა ცნობილი ამბავია. ავღანეთის მთავარი ეთნოსი პუშტუნებია, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 50% შეადგენენ. ასევე 36 მილიონი პუშტუნი ცხოვრობს პაკისტანის ჩრდილოეთში. პუშტუნების ეთნოს დიდი გავლენა აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, რასაც რთული რელიეფით გამოწვეული სადავო საზღვრებით სართულებს. 1979 წლის საბჭოთა ანექსიიდან 21 საუკუნემდე პაკისტანი ყოველთვის გვერდით ედგა ავღანეთს. ტოლვილთა მრავალმილიონიანი ნაკადი მიიღო, უწევდა ფულად სამხედრო და სხვა სახის დახმარებას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1990-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ავღანეთის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდა, მაგრამ 21 საუკუნის დასაწყისში ურთიერთობა მათ შორის გაფუჭდა. მიზეზად თალიბანი და მისი იდეოლოგია სახელდება. თალიბანი ისლამური პოლიტიკურ-რელიგიური პროპუშტუნთა მოძრაობაა, რომლის მიზანი ფუნდამენტალისტური თეოკრატიული სახელმწიფო შექმნა და შენარჩუნებაა. შესაბამისად, თალიბანმა მძლავრი იდეოლოგიური მანქანა აამუშავა, რაც პაკისტანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 2021 წელს ავღანეთის სათავეში თალიბანის მოსვლამ და რელიგიური რადიკალიზმისკენ მოწოდებამ პაკისტანი გააღიზიანა. პაკისტანში თალიბანთან თანამშრომლობის მოლოდინი არსებობდა, რაც რადიკალებთან ურთიერთობის შეწყვეტას გულისხმობდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. ანუ
თალიბებმა პაკისტანელი რადიკალების იდეოლოგიური და მატერიალური დახმარება განაგრძეს. საზღვრისპირა ტერორიზმმა 2024-25 წლებში პიკს მიაღწია. პაკისტანმა არაერთი სპეცოპერაცია ჩაატარა, მაგრამ ძალადობა და ტერაქტები მაინც გაგრძელდა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. პირველი შეტაკება 2025 წლის ბოლოს მოხდა. მათ ერთმანეთს საზღვრის გასწვრივ გაუხსნეს ცეცხლი. წელს თებერვალში ურთიერთთავდასხმები ისევ განახლდა და კონფლიქტმა უკვე სერიოზული სახე მიიღო. პაკისტანის საჰაერო ძალებმა საზღვარზე ავღანეთის სამხედრო ბაზები დაბომბა. პასუხად ქაბულმა მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ისლამაბადმა თავის მხრივ მართველი ავღანური მოძრაობის თალიბანის ძალების წინააღმდეგ ოპერაცია სახელწოდებით ღაზაბლილ ჰაკი დაიწყო. პაკისტანმა ავღანეთის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის დედაქალაქ ქაბულზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. რამდენიმე დღის წინ კონფლიქტი ფართო მასშტაბიან ომში გადაიზარდა. ავღანეთმა პაკისტანის სამხედრო ბაზები დაბომბა, რაც პაკისტანისთვის წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავდა. ახლა პაკისტანის არმია ინტენსიურად უტევს ავღანეთს. ჯერჯერობით უპირატესობა პაკისტანის მხარესაა. პაკისტანის არმია უფრო ძლიერია, მაგრამ მხოლოდ სამხედრო ძალაზე დაყრდნობამ შეიძლება სტრატეგიული შეცდომა გამოიწვიოს. თუ მდგომარეობა გამწვავდა, ქაბულმა შესაძლოა პაკისტანის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტები აამოქმედოს და მთავრობას ტკივნეული დარტყმა მიაყენოს. კონფლიქტის განმუხტვაში ჩინეთი ჩაერთო, რომელიც ორივე ქვეყნის სავაჭრო პარტნიორია. ჩინეთმა ავღანეთშიც და პაკისტანშიც სერიოზული ინვესტიციები განახორციელა. ასევე აქტიურადაა ჩაბმული ავღანეთის წიაღისეულის მოპოვების საქმეში. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ჩინეთს ხელს არ აძლევს ეს კონფლიქტი, თუმცა მხარეების შერიგება ჯერჯერობით ვერ ახერხებს. იმ შემთხვევაში თუ ხამენეის მმართველობა დაემხობა, ვინ ჩაანაცვლებს რეჟიმს? აი, შეკითხვა, რომლის პასუხი დღეს მთელ მსოფლიოს აინტერესებს. დასავლეთში ირანულ დიასპორას ერთმნიშვნელოვნად სურს, რომ ახალ ირანს მისი უკანასკნელი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი ჩაუდგეს სათავეში. ფეჰლევების დინასტია ირანს 1925-79 წლებში მართავდა, რომელიც რეზა ხან ფეჰლევიმ დააფუძნა. ის სპარსულ თურქულ ენოვან ოჯახში დაიბადა. ამბობენ, დედამისი აზერბაიჯანული წარმოშობის ქალი იყო საქართველოდან. ახალგაზრდა რეზას სამხედრო კარიერა სპარსეთის კაზაკთა ბრიგადაში დაიწყო. ჯერ ბრიგადას მეთაურობდა, შემდეგ დივიზიას. 1921 წელს ქვეყნის შიდა არეულობით ისარგებლა და თეირანი აიღო. სპარსეთის მაშინდელმა შაჰმა აჰმედ შაჰ ყაჯარმა ის თეირანის სამხედრო გუბერნატორად და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად 1923 წელს კი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. 2 წლის შემდეგ რეზა ხანმა სპარსეთის შაჰი აჰმედ ყაჯარი დაამხო. თავი მონარქად გამოაცხადა და დინასტიის გვარად ფეჰლევი აირჩია. რეზა ფეჰლევი 4ჯერ იყო ქორწინებაში. სხვადასხვა ქალისგან 10 შვილი ეყოლა. 1926 წელს რეზა ფეჰლევიმ ტახტის მემკვიდრედ მისი 6 წლის ვაჟი მოჰამედ რეზა ფეჰლევი გამოაცხადა. მეორე მსოფლიო ომის დროს რეზა ფეჰლევი პროგერმანული პოლიტიკის მიმდევარი იყო, რაც საბჭოთა კავშირისა და ბრიტანეთის ხელმძღვანელობას არ მოსწონდა. გახსოვთ ალბათ, რომ მათ ერთობლივი სამხედრო ძალისხმევით ირანის ანექსია და რეზა ფეჰლევის გადადგომა შეძლეს. მის ნაცვლად ტახტზე მისი შვილი მოჰამედ რეზა ფეჰლევი ავიდა. 1925-38 წლებში მოჰამედ რეზა ფეჰლევი სპარსეთისა და შვეიცარიის სასწავლებლებში იღებდა განათლებას. მანამდე მან თეირანის ოფიცერთა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. თავდაპირველად ახალგაზრდა შაჰი ქვეყნის მართვაში ნაკლებად მონაწილეობდა. ქვეყანა ძირითადად
ირანის საკანონმდებლო ორგანო მეჯლისი მართავდა. ამერიკელ, ბრიტანელ და საბჭოთა პოლიტიკოსებს ის გამოუცდელდა გაუბედავ კაცად მიაჩნდათ და დიდად პატივს არ სცემდნენ. ისტორიული ფაქტია, რომ 1953 წლის თეირანის კონფერენციის დროს შაჰი სამივე ქვეყნის ლიდერს პირადად ეწვია, მაგრამ მიღებამდე ის დიდხანს ალოდინეს, რაც ქვეყნის მეთაურისთვის შეურაცხმყოფელი იყო. 1959 წელს მასზე თავდასხმა მოაწყეს, რის გამო მან ირანში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, აკრძალა მემარცხენე პარტიები და ბევრ ოპოზიციონერს თავის ციხეში ამოაყოფინა. იმავე წელს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით შაჰმა ფართო უფლებამოსილება მოიპავა მეჯლისის დათხოვნის ჩათვლით. მოჰამედ რეზა ფეხლებისთვის კიდევ ერთი დიდი გამოცდა 1950-იან წლებში განვითარებული მოვლენები იყო. 1953 წელს ნავთობის მოპოვების ნაციონალიზაციის მოთხოვნით, რომელიც მაშინ ბრიტანეთის ხელში იყო, ირანში დიდი მოძრაობა დაიწყო. შაჰმა ხელი მოაწერა შესაბამის კანონს და პრემიერ-მინისტრად პოპულარული პოლიტიკოსი მოჰამედ მოსადიყი დანიშნა, რომელმაც ბრიტანეთის მიერ ემბარგოს გამოცხადების გამო შაჰს დაჟინებით მოსთხოვა მთავრობის მეთაურის უფლებამოსილების გაფართოება. შაჰი პრემიერის ამ კატეგორიულმა მოთხოვნამ დააფიქრა და ის გადააყენა, თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო იძულებული გახდა თანამდებობაზე დაებრუნებინა. შედეგად შაჰისა და პრემიერის დაპირისპირება გამძაფრდა. ნავთობის მოპოვების ნაციონალიზაციამ ლონდონსა და ვაშინგტონში უკმაყოფილება გამოიწვია. ამერიკამ და ბრიტანეთმა მოჰამედ მოსადიყის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ამ მიზნით შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა ბრიტანელებთან ერთად პრემიერის დამხობის ოპერაცია სახელწოდებით აიაქსი შეიმუშავა. მოჰამედ მოსადიყის ყურამდე ეს ამბავი მივიდა და შაჰის დასამხობად საპასუხო ზომები მიიღო. მოჰამედ რეზა ფეხლევიმ მოასწრო და თავი ჯერ ბაღდადს, შემდეგ კი რომში აფარა. მის მხარეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეზლოლა ზაჰედი დარჩა, რომელმაც საბოლოო ჯამში ამერიკისა და ბრიტანეთის დახმარებით შაჰის ერთგული გვარდიისა და არმიის მონაწილეობით მოჰამედ მოსადიყის მთავრობა დაამხო. შაჰი რომიდან დაბრუნდა და ქვეყნის სადავეები დაიბრუნა. უფრო მეტიც, უფლებამოსილება კიდევ უფრო გააფართოვა. 1957 წელს საიდუმლო პოლიცია სავაკი შექმნა. მანამდე ირანი სამხედრო ბლოკს სენტოს წევრი გახდა. 1960-იან წლებში შაჰმა მსხვილი და რადიკალური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რომელიც ისტორიაში თეთრი რევოლუციის სახელით შევიდა. მთავრობამ ნავთობის შემოსავლებით მემამულეებისგან მიწები გამოისყიდა და შეღავათიან ფასებში გლეხებს დაურიგა. განხორციელდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, აშენდა მოწინავე ტექნოლოგიით აღჭურვილი ფაბრიკა-ქარხნები, გაჩნდა მრეწველობის სრულიად ახალი დარგები, მეტალურგია და მანქანათმშენებლობა. მოჰამედ რეზა ფეხლევი სამჯერ იყო ქორწინებაში. პირველად ეგვიპტის პრინცესა ფავზიასთან და მეორედ სორაია ისფანდიარისთან. ვერცერთმა ვაჟი მემკვიდრე ვერ გაუჩინა და მანაც მესამე ცოლი მოიყვანა. აზერბაიჯანული წარმოშობის ირანელი ფარაჰდიბა. 1960 წელს მათ ტახტის მემკვიდრე რეზა საირუს ფეხლევი გაუჩნდათ. მემკვიდრის დაბადება ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა იყო. მაშინ ქუჩაში ათასობით ირანელი გამოვიდა. ტახტის მემკვიდრე მისივე სახელობის რეზა ფეხლევის კერძო სკოლაში სწავლობდა, რომელიც იქვე სამეფო სასახლეში იყო განთავსებული და მხოლოდ საიმპერატორო ოჯახისა და მეფის კარის თანამშრომლების შვილებისთვის იყო განკუთვნილი. პატარა რეზას პილოტად ზრდიდნენ. მისი პირველი დამოუკიდებელი ფრენა 11 წლის ასაკში შედგა და 1 წლის შემდეგ ფრენის ლიცენზიაც მიიღო. 1978 წელს პრინცი ფეხლევი ამერიკის სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა.
მალე ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა. სახალხო აჯანყების სულის ჩამდგმელი ირანელი შიიტი სასულიერო მოღვაწე რუჰოლა მუსავი ხომეინი გახლდათ, რომელიც ქვეყნიდან გაძევებული იყო. შაჰი იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა. ჯერ ეგვიპტეს, მერე კი სხვა ქვეყნებს შეაფარა თავი. ირანში მონარქია გაუქმდა. ფეხლებების ოჯახი კი სამუდამო ემიგრაციაში აღმოჩნდა. დევნილი შაჰი მალევე 1980 წელს ქაიროში გარდაიცვალა. რევოლუციის შემდეგ ფეხლევი უმცროსმა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების შესწავლა დაიწყო, მაგრამ მამის ავადმყოფობის დროს ქაიროში გაემგზავრა. ოჯახთან ერთად რომ ყოფილიყო. 1985 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. ირანის უკანასკნელი შაჰის გარდაცვალების შემდეგ რეზა ფეხლევი მონარქისტებს შორის გამორჩეულ ოპოზიციურ ფიგურად ჩამოყალიბდა და ემიგრაციული მთავრობის შექმნის პრეტენზია განაცხადა, თუმცა საჯაროდ ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მონარქიის აღდგენას არ ცდილობდა. 1986 წელს რეზა ფეხლევი დიდგვაროვან ირანელ ემიგრანტზე იასმინ ამინიზე დაქორწინდა, რომელთანაც 3 გოგონა შეეძინა. ოჯახი საბოლოოდ ამერიკაში დასახლდა. დღეს ირანის უკანასკნელი შაჰის შთამომავლები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ძირითადად ამერიკასა და ევროპაში. ისინი აღარ ფლობენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, თუმცა ფეხლევების გვარი ირანელთა ნაწილისთვის მნიშვნელოვან სიმბოლოდ რჩება. ზოგისთვის ეს დაკარგული მონარქიის მიმართ ნოსტალგია, სხვებისთვის ირანის ისტორიის წინააღმდეგობრივი, მაგრამ დაუვიწყარი ფურცელი. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ გეწვევით. ნახვამდის.